კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ განმდღესასწაულებს, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და როგორც გითხარით, დღეს ვაუბრობთ ჭიდაობაზე, ჩვენი გადაცემის თემა ხშირად არის ჭიდაობა და განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიება ალბათ ჭიდაობაში ლოკალურ მასშტაბზე თუ ვისაუბრებთ და გეტყვით რომ ბერძნულ სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა უკვე დასრულდა, აჭარას აქვს გუნდური პირველობა ამ ტურნირზე, გავივლით ყველა მოჭიდავის მიერ ნაჩვენებ შედეგს, რა თქმა უნდა, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ანზორ ლაზიშვილთან ერთად და გეტყვით ასევე იმასაც რომ მიმდინარეობს ამ წუთებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა, სადაც ჩვენს რეგიონს ერთ წარმომადგენელი ყავს მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით. მოკლედ ნახოთ რეპორტაჟი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ზურაბ იასემიძემ მოამზადა, ის დაესწრო პირველ დღეებში ამ შეჯიბრებას, გავიგებთ ასევე შედეგებს და შემდეგ უკვე გადმოვერთვებით სტუდიაზე, სადაც ბატონ ანზორთან ერთად ვისაუბრებთ აი ამ ტურნირზე და სხვა საინტერესო სიახლეებზე ჭიდაობის სფეროდან. ქართველმა მოჭიდავეებმა ახალი წელი ბათუმის სპორტის სასახლეში ეროვნული ჩემპიონატით დაიწყეს. 8 იანვრიდან პირველი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. ჩემპიონატი, რომელსაც 10 წონით კატეგორიაში ნაკრების პირველი ნომრები უნდა გაერკვია, რა თქმა უნდა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. აჭარის ნაკრები, რომელიც თითქმის ყოველ წელს ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, ეს სტატუსი ამჯერადაც გაამართლა და მარად სურმაინძის შეგირდებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ქვეყნის ჩემპიონები რამაზ ზოიძე, ფრიდონ ამბულაძე და აჩიკო ბოლქვაძე გახდნენ. ვერცხლის მედლებს ლერია ბულაძე, თორნიკე მიქელაძე და ამირან შავაძე დასჭერდნენ. ხოლო ბრინჯაოს მედლები ნიკა ჯორბენაძემ, ლაშა ბოლქვაძემ, დიეგო ჩხიკვაძემ, ლაშა გობაძემ და ლუკა შავაძემ მოიპოვეს. ვთვლი ძალიან კარგად გამოვედი, ძალიან ძლიერი მეტოქები მყავდა. დაძაბულ ბრძოლაში გამიმარჯვე. მოეთის წყალობით და შევეცდები რომ წინ ევროპის სასოფლო ჩემპიონატი, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები და შევეცდები რომ გამიმარჯვო მანდაც. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ წარმატებით მესამედ გავხდი უკვე უბრალოდ საქართველოს ჩემპიონი. მით ვარ კიდე ძალიან ბედნიერი რომ ძალიან ცუდად ვიყავი ერთი კვირა დაახლოებით ტრავმა მაწუხებდა და ბოლო კვირას დამეხმარეს ექიმები ჩვენი გიორგი მორცხვალაძე, ლაშა ყონღაძე დამეხმარდა. ბოლო დღეებში დავიწყე სრული დატვირთვაში თითქმის და მადლობა მინდა გადაგიხავთ თქვენ აჭარის ტელევიზიას. ჩემი სამომავლო გეგმები არის ევროპის ჩემპიონატი, ჯერ სარეიტინგო ტურნირი იქნება და შემდეგ ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატი. რისთვის ბოლომდე დავიხარჯებ რომ ჩემი პირველი მედალი იყოს ის უფროსებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი. საერთო ჯამში ავიკეთეთ მეტი მედალი, უმეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ, მქონდა უფროები, მქონდა რამოდენიმე სინჯის მედალი, ვერცხლი, ბრინჯაო. საერთო ჯამში რა ვიცი, ვფიქრობ რომ ბიჭებმა იბრძოლეს იყო ახალი სახეები, ყავით მზად იმისთვის რომ გამოვსულიყავით კარგად და მინდა აღვნიშნო ერთი რამ რომ ორი ლიდერი სპორტსმენი არ ჭიდაობდა, ორი თვის წინ გახდნენ მსოფლიოს პრიზიორები და ეს ორი სპორტსმენიც ჩაერთვება საერთაშორისო ტურნირებზე და რა მე ვფიქრობ რომ ერთი 5 სპორტსმენი მოყოლება ევროპის ჩემპიონატზე და მინდა ვისურვო აჭარის ნაკრებს წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ბათუმში გამართულ ეროვნულ პირველობაზე ჩემპიონობა ასევე ვახტანგ ლოლუამ, ბექა გურულმა, თორნიკე ძამაშვილმა, გიორგი მელიამ, საბა ჩილაშვილმა, ჯონი ხეცურიანმა და იური ლომაძემ მიზეიმეს. ხანგრძლივი პაუზა მქონდა ამ წონაში, სხვა წონაში ვასპარეზობდი და მიხარია რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება ნაყოფიერი აღმოჩნდა. საქართველოს ჩემპიონატის საწყისი ეტაპია, პირველი საფეხური, ასე ვთქვათ, დიდი ტურნირების და ამის გარეშე, რა თქმა უნდა, სხვა შეიძლება ვერაფერი ვერ იყოს და ყოველთვის დაძაბულია, ყოველთვის ძლიერი შეხვედრებია და კმაყოფილი ვარ შედეგით. თუმცა გამოსასწორებელი და შეცდომები ბევრი იქნა დაშვებული, რაზეც სამუშაოა, რა თქმა უნდა და ნახოთ დრო ბევრია წინ, სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ვარჯიშის გაგრძელება, ინტენსიური მომზადების გაგრძელება და შემოხვედრის შეჯიბრებების, რაც კი იქნება ყველას სათანადო წარდგომა, რა თქმა უნდა. მინდა მადლობა გადავხადო ყველას გულშემატკივრებს, ვინც იყო აქ მოსული ჩემთან საგულშემატკივროდ. მართლა იგრძნობოდა ისეთი მუხტი, რომ მე ჩემი მაქსიმალური გამეკეთებინა და გულისწყალობით ჩემი მაქსიმალური დავდე. რაც შეეხება ჩემს კონკურენტებს, ლერია ბულაძე ყველა მისით, რომ არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენია და უფლის წყალობით შევძელი გამარჯვება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. იმედია უფლის წყალობით და უფლისნებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იგივე სინჯის მედალს მოიპოვებ. ჩავატარე ამ შეჯიბრზე 4 შეხვედრა, პირველად ვასპარეზობ დიდების საქართველოს ჩემპიონატს.
თავი, ჩემი თავის კმაყოფილი ვარ რა შემდეგში უკეთესები იქნება. ამ გამარჯვებას უწევდი ჩემ გარდაცვლილ ძმაკაც ნუგზარ წურწუმიას. უკვე ტრადიციად გვექცა აჭარაში ამ საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება. ეს იმით არის განპირობებული, რომ აჭარა ძალიან კარგი გუნდი ყავს. ძირითადი ბირთვი მაინც აჭარიდანია ბერძნულ რომაულჭიდაობაში. ეს დამსახურებაა, რა თქმა უნდა, იმ მწვრთნელების, რომლებიც შრომობენ და უფასდებად გიძეს, რა თქმა უნდა, და სახეზეა ამდენი ჩემპიონი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე ვასახელებენ და ძალიან კარგად გავლენ, უკვე გუნდი შეიკრა, თუ რამე ცვლილება არ იქნება, უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია, თვითონ გადაწყვეტენ. მე კმაყოფილი ვარ ძალიან და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ აჭარელს, რომელიც აი ამ ჩვენ ბიჭებს გვერდში უდგას, ეხმარება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის 2025 წელი გასული წლების მსგავსად დატვირთული იქნება. თუმცა ჩვენი ნაკრები სანამ საერთაშორისო ტურნირებზე ჩაერთვება, მანამდე მოსამზადებელ ეტაპს ახალი სახეების ერთად დიდი ალბათობით ხორვატიაში გაივლის. წელს ჩვენი ფალავანდებისთვის მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. კონტინენტის პირველობა 7-13 აპრილს სლოვაკეთი, ხოლო პლანეტის პირველობას 13-21 სექტემბერს ხორვატია უმასპინძლებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი შმაგი გულიაშვილი ნაკრების შემადგენლობითა და გუნდში არსებული კონკურენციით კმაყოფილია და წელს გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენი ნაკრების ასპარეზობას იმედიანად უყურებს. მე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭებს, ვინც ახლა ნაკრებში არიან და ვინც ოქროს და ვერცხლის მედლები და ბრინჯაო მოიპოვეს, ბევრ წონაში ის იმხელა კონკურენცია არის, რომ ჩემი აზრით ოფიციალურ შეჯიბრებზე უკვე ევროპაზე და მსოფლიოზე ჩვენ მედლის გარეშე არ უნდა ჩამოვიდეს. ჩვენ ახლა როგორც ვიცით, ამ საქართველოს ჩემპიონატის მერე უკვე ნაკრები შედგება. პირველი გავივლით შეკრებას, რომელიც იქნება ისეთი ნახევრად ფიზიკური, ნახევრად ტექნიკური. აუცილებლად მე რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირი არის და იქ ვიმიღებთ მონაწილეობას. კიდე რაღაც წონები გაისინჯებიან აუცილებლად ისე რომ პირდაპირ ალბათ არ იქნება ევროპის ჩემპიონატზე, ისე რომ სრულ კონკურენცია შევქმნით იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოპტიმალური კონკურენციის ნაკრები იყოს მზად და დანარჩენი უკვე თვითონ პროცესი აჩვენებს. ბათუმში ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის დასრულების შემდეგ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. საქართველოს ჩემპიონები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ფინალური შეხვედრების ნაწილი ამ დროისთვის მიმდინარეობს. დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში კი ფინალური ორთაბრძოლები ხვალშეჯიბრების დასკვნით დღეს გაიმართება. დავრუნდით ისევ სტუდიაში და როგორც უკვე გითხარით, ანზორ ლაზიშვილი, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია ჩვენთან აქ ამ სივრცეში და მასთან ერთად ვისაუბრებთ პირდაპირ დარბაზიდან მოგვიწია ბატონი ანზორის მოყვანა სტუდიაში. მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ ჩვენთვის. ბოლო ცნობებით დავიწყოთ. ერთი წარმომადგენელი ყავდა ნახევარფინალში აჭარას მამუკა გორძაიას სახით და სამწუხაროდ, ეს საქართველოს ჩემპიონატია, რაღაცა მწუხარებას არ გამოვხატავთ, მაგრამ დამარცხდა მამუკა გორძაია და ვიცით უკვე 5 ფინალური ორთაბრძოლის შედეგები და ვიცით ვინ იასპარეზებს ამ ბრძოლაში. დღეს და ხვალ იქნება უკვე ფინალური ორთაბრძოლები, ხვალ დასრულდება ეს საინტერესო ღონისძიება, რომელიც დაიწყო საკმაოდ საინტერესოდ, თითქოს ცოტა შეშინებული იყო გარკვეული და ვიცი თუ იმსჯელებს სტატიებით, რომ აჭარას არ ყავდა რაღაც პირველ ხუთეულში მხოლოდ ერთი მედალით იყო და თითქოს მასპინძლების რაღაცა ჩაგდებულ ჩემპიონატზე დაიწყო უკვე საუბარი, მაგრამ აი მეორე ხუთეულმა უკვე გამოასწორა შედეგები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდური პირველობაც მოიპოვა აჭარამ. ბატონო ანზორ, თქვენი შეფასება, ნამდვილად ყოფილი ხართ, მოდი დავიწყოთ კლასიკური ჭიდაობით, ნამდვილად ყოფილი ხართ თქვენ უშუალოდ შეჯიბრებით, გამოსვლით და ვთქვათ, რა დაიწყდებათ გული, ეგეც გითხარით. მადლობთ მოწვევისთვის, მინდა დამდეგი ახალი წელი მოვულოცო ჩემ კუთხეს, ჩემ ქვეყანას, უსურვო წარმატებები, მშვიდობა, წინსვლა და ყველაფერი კარგი. რაც შეეხება ჩვენ ჩემპიონატს. იყო ასეთი პატარა ფსიქოლოგიური დატვირთვა, რომ რატო მიჩვეულია საზოგადოება, რომ ხო, იმიტომ რომ აჭარა არის ამ ფლაგმანია. მოდის ისა რა ქვია, ხო? კი ბატონო, მაგრამ 8 медали ავიღეთ, 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. საკმაოდ კარგი შედეგია. ახლა მინდა დავძინო ყველა საინტერესებს ლერი აბულაძე ავიდა მაღალ წონაში. საკმაოდ ძლიერი მოდი ვთქვათ, რომ ლერი აბულაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჯონი ხეცორიანთან დათმო ფინალური ორთაბრძოლა გავაგებინოთ ჩვენს აყურებელს. ეს ყოველთვის რთულია წონის გამოცვლა, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც ლერი იქნება
პირველი ნომერი მომწონაში. რაზე დასკვნით ელემენტარულად გათვლები არ უნდა შედეგების და მიხედვით ჩვენ პირველი შეხვედრა საერთაშორისო ტურნირი 67 კილოში იჭირდება ხორვატიაში და ვიცით რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ჩვენ რამაზის რომ მოუგო ოლიმპიადაზე ეს 6-0 დაამარცხა ეს ტურნირი მოიგო ეს იმას ნიშნავს რომ ადაპტაცია უნდა ძალიან მოკლე მონაკვეთი და ეს მისი გამოცდილება მისი ბექგრაუნდი ამის საშუალებას გვაძლევს ვისი медალი იყო მოულოდნელობა თქვენთვის ამ ტურნირზე მოდი ვთქვათ ბარემ ფრიდონ ალბულაძე გახდა 60 კილოგრამში ჩემპიონი ლერია ბულაძე როგორც აღნიშნეთ და როჩხიკვაძე მეორე მესამე ადგილებზე გავიდნენ 67-ში 77-ში რამაზოიძე რომლისგანაც ვერ ვიტყვით რომ ესე გარანტირებულად ველოდის მაგრამ რთული ორთაბრძოლები ჩაატარა ნამდვილად და ბოლოს რაღაცა რთულადაც დაამთავრა ეს ტურნირი მაგრამ ბოლომდე დაიხარჯა როგორც ჩვევია მას ყოველთვის აჩიკო ბოლქვაძე რომელიც 87-ში ასევე ჩვენთვის მოულოდნელობა იყო პირადად მოდი ასე დავიწყოთ 87-დან და მე წამოვიდეთ თქვენ აჩიკომ რთული გზა გაიარა ტიტულოვანი სპორტსმენები დაამარცხა მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო გობაძეს დავიკითხე შეჯიბრებისთვის როგორ ხარ მეთქი ლაშა ფორმისკენ მივდივარ ჩვენ გვახსოვს შაშანაც წააგო გობაძემ და შემდეგ სალიცენზიო ტურნირზე მინდა კიდევ ერთხელაც გავიმეორო რა სალიცენზიო ტურნირზე 6 შეხვედრა იჭიდავა 6-ვე უძლიერეს მოჭიდავეს მოუგო და ვიცით რომ იქ საჯების ძალიან უხეში მიდგომებით ლიცენზია წაართვეს როცა ჩამოვიდა არ ვარდიშობდა და ერთ ნახევარს იმან განაპირობა ერთ თვეში ვერ მოასწრო აღდგენა რომ დაიღალა თორემ ბექსულტანოვს 10-დან 10 შეხვედრას მოუგებს ამას დრო აჩვენეს ახლა იქნება საერთაშორისო ტურნირი შეკრების შემდეგ იქ ტურნირზე ალბათ 87-ით 3 კაცი წავა 72 კილოში ჩვენ ყავს სოფლიოს ბრინჯაოს მომქმედი პრიზიორი ოთარ აბულაძე საქართველოს ჩემპიონის ფენომენალური მოჭიდავე იური ლომაძე ესენიც ერთად წავლენენ წონაში ასევე 60 კილოში ჩემპიონი ყავს აბულაძე და შავაძე იქ ძალიან პერსპექტიული და ძლიერი მოჭიდავე და გადაწყვეტენ აი იქ ვინც უკეთეს შედეგს დადებს ეს ალბათ ის იქნება პრიორიტეტი ის წავა ევროპის ჩემპიონატზე ჩემი არა ალბათ ცდელების პრაქტიკა ასე არის თუმცა საქართველოს ჩემპიონატი ყოველთვის არის გარკვეულწილად ის ტურნირი რომელიც გარკვეულწილად პირველ ნომრებს ავლენს ხოლმე თქვენ ფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში ეს არ იქნება დასასრული და კიდევ დაჭირდება ვთქვათ გადამოწმება ამ ზონით კატეგორიაში პირველ ნომრებს ხო? კი მაგრამ ერთი რაღაცა ასაკი გამოგჩა ჩვენ 82 კილოში ყავს ბრინჯაოს პრიზიორი და გამოკვეთილი ლიდერი გელა ბოლქვაძე ალბათ კონკურენტიც არ ყავს მაგას კონკურენტო და როგორც ტრამვა აქვს მიღებული ოპერაცია გაიკეთა მოასწრებს რეაბილიტაციას და დიდი ალბათობით ისწავა ევროპის ჩემპიონატზე ყოველგვარი კონკურენციის არა ესე მას არ ყავს უკონკურენტო არის ცალსახად გელა ბოლქვაძე მაგარი არის 60 კილოში მე ვფიქრობდი ძალიან მაგრად იჭიდავა ამირან შავაძე და ჩემი იყო აი უფრო ამირანსკენ ვიხრებოდი მაგრამ საკმაოდ დიდი ქულებით მოუგო ოპერატესობით მოუგო აბულაძე ნახოთ ჩვენ საუბარი დავიწყეთ აჩიკო ბოლქვაძის გამარჯვების მოულოდნელობით და რაღაც არ დაუკარგოთ ხო და იმაზე მივაყოლე რომ ეს ახლა გადავედი სხვა თემაზე 3 კაცი წავა მაგ ევროპის ტურნირზე და გამარჯვებული წავა ევროპის ჩემპიონატზე მე მინდა ანალოგიური გავიხსენო 23 წელს მოიგო აჩიკო ხო საქართველოს მაგრამ ის წავიდა სხვა ლაშა წავიდა ხო ევროპის ჩემპიონატზე მაგრამ ფიქრობ აჩიკო არის ძალიან კარგ ფორმაში გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში მისი შეცდომები რაც იყო ცოტა კრიტიკულ მომენტებში გადამწყვეტ მომენტებში ქონდა რაღაც პრობლემა რა იმედია აქაც იყო და გამოასწორა და შედეგი დადო სერიოზული შედეგი და მოუგო ლაშა გობაძეს და ხეცურიანს
ხო, ძალიან მაგარი შედეგია და ეს ნიშნავს, რომ ფორმის პიკშია ნამდვილად და ახალგაზრდა, პერსპექტიულია და მასე ვამყარებ სერიოზულ იმედებს. მე ეს ცალსახად ვამბობთ, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა, სერიოზული ბექგრაუნდი აქვს, სოფლიო ჩემპიონია ყველა ასაკში და ევროპის ჩემპიონია და იმედია დიდებშიც გააკეთებს იმ შედეგს, რაც სხვა ასაკში გააკეთა. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ არის გარკვეული ცვლილებები ეროვნულ ფედერაციაში, ვიცით რომ ახალი ვიცე-პრეზიდენტი ყავს ფედერაციას, გიორგი ანტველიძე, რომელიც იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელის მიმართულებითაც არის, ხო, თავისუფალ სტილით მოჭიდავეებში ცვლილება, ამაზეც ვისაუბრებთ. თუმცა ჯერ ამოვწუროთ კლასიკურების თემა. როგორ გესახებათ, თქვათ, თქვენ მომავალი მიმდინარე წელი არის სოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, საკმაოდ დახუნძლული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებით და აი ამ შედეგების გათვალისწინებით არა მარტო თქვათ აჭარის სპორტსმენები ავიღოთ ხედველობაში, ზოგადად რამდენად გესახებათ, რომ წლევანდელი წელი არ იქნება თქვათ გასული წლის აჩვენებელი და უფრო მაღალ შედეგებს დადებენ ჩვენი სპორტსმენები სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე. კარგი შეკითხვა, რა თქმა უნდა, იმედები გვაქვს და გათვლაც გვაქვს იმაზე, რომ ორი ბრინჯაო გქონდა სოფლიო ჩემპიონატზე გასულ წელს და წელს იმედია, რომ ოქროც გვექნება. ერთი ოქრო მაინც თუ ორი არა. ახლა ნელებს აქვენ 72 კილოში ექნება სერიოზული პრობლემა რა არის სამსჯელო გადასაწყვეტი მიიღოს ის გადაწყვეტა ვინ წავა სოფლიო და ევროპაზე. ჩვენ ნახეთ ლომაძემ რაკნა ესე იგი ყველა შეხვედრა მოიგო დიდი უპირატესობით და ფინალში ახლა სწორი გითხრათ ისეთი ძლიერ ბიჭი მოუგო სოფლიოს ჩემპიონია 23 წლამდე. აგერა ოქტომბერში გახდა ბიჭი სოფლიო ჩემპიონი, რთული მოჭიდავე და აშკარა უპირატესობით მოუგო. ძალიან მაგარ ფორმაშია და ჩვენ გვახსოვს შაშას წინდელი ფინალური შეხვედრა იური ლომაძის და ოთარ აბულაძის 5-0 იგებდა და 5-5-ზე ბოლო წამებზე გამოგლიჯა. ოთარი არის ძალიან ძლიერი ტოპი მოჭიდავე და რა თქმა უნდა ჩვენი აჭარის ფედერაციის სიმპათიები ჩვენი მოჭიდავისკენა. დაი გაიმარჯვოს ძლიერმა. ფიქრობ ნელებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უნდა მიღაწვება მიიღო, რომ ორი მაგარი მოჭიდავე ეს სოფლიო პრიზიორია. საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის პრიზიორია. ლომაძე და ძალიან მაგარ ფორმაში. ნახოთ, საერთაშორისო ტურნირი გადაწყვეტავს. რამაზოიძის საკითხზე შეგეკითხებით, რომელმაც ისე რთულად წაიყვანა თავისი, რა ვიცი, მთელი ეს გზა ამ ტურნირზე, გახდა საბოლოო ჯამში ჩემპიონი, მაგრამ ნუ ტრავმის დაასრულა სამწუხაროდ. ბოლო ცნობები თუ შეგიძლია გითხრათ, მაყურებელმა ვინც იყო დარბაზში შეკრებილი და ვინც ალბათ ადევდა თვალს, რომ ტელევიზიით ნახა, რო თქვათ, ბოლოს რაღაცა სასწრაფო დახმარების გამოსახებას დარჩა საჭირო, თუმცა ეხლა როგორც ვთქვი, სიმწყობშია რამაზი და გითხარით ბოლო ცნობები მის ჯანმრთელობის გამარჯვების შესახებ. თავში ვთქვათ, რომ რამაზი არის ფენომენალური მოჭიდავე, აი ტოპებში გადის. 67 კილოში ჭიდაობდა, იკლებდა წონას, არ ვიცი ახლა ცნელს, პირასნელს, მაგრამ არძენაძეს ველაპარაკედა. ამბობდა რომ შეცდომა არა, მაგრამ გარახანა ოლიმპიადა იყო და ოლიმპიური წონა იყო 67 კილო თლიდეთ მაგაზე, მაგრამ უნდა გადასულიყო 72-ში და ამ ოლიმპიადაზე უნდა ყოფილიყო 77 კილოში. ეს იქნებოდა უფრო სწორი, მაგრამ რადგან დაამტკიცა ქვიშის ჭიდაობაში, ნახეთ 80 კილო ჭიდავა და რა წყინვალეთი ჭიდავა. აქ 77 კილოში ძალიან რთული მოჭიდეები გაიარა და გაიარა ძალიან ადვილად. ფინალამდე აშკარა უპირატესობით მოიგო ყველა შეხვედრა. მეც ფინალში ველოდებოდი რომ აღმოჩნდა რომ ფეხბურთს ითამაშა რამოდენიმე დღით და ფეხი დაეჭიმა. მარჯვენა ფეხი ხონდა დაზიანებული და ტრამვით ჭიდაობდა და შეჯიბრების პროცესში როცა დამთავრდა შეჯიბრება, აი ტოპი მოჭიდავე რით განსხვავდება, რიგიც როცა რთული კრიტიკული მომენტია ყოფილის ნებისყოფა ენერგია
ფსიქოლოგიური რომ გადალახოს და ამ ბიჭმა გადალახა კი ნახეთ რა მოიგო შეხვედრა ღირსეულად და მე რა ცოტა შეუძლოდ გახდა მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება და არაფერი არ არის საგანგაშო აქ ახლა გამოკვლევას რა თქმა უნდა ჩაუდეთ მაგრამ ამბობს რომ ხერხემალთან ნერვი ხონდა დაზიანებული როგორ ჩანს და იმანაც იმოქმედა მწვნელი ამბობს რომ რადგან ამ დიწონაში გადავიდა ის ნაგრუსკა დატვირთვა რომელიც მიიღო იმედად შეიძლება იყოს გამოწვეული მაგრამ ჩვენ კომპლექსურ კვლევას ჩავატარებთ და ფესაშრო არ არის ერთ ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ რახან ეხა რამაზის საკითხს შევეხეთ შეიძლება განყენებული საკითხი იყოს რამდენად მიზანშეწონილია აი ეს თარიღები სადაც ტარდება იმიტომ რომ მაინც საქართველოა დღესასწაულებ გამოვლილი ეს სპორტსმენები ნახალწლები რაღაცა შოობა შემდეგ და შემდეგ რაღაცა 2-3 დღეში უკვე იწყება გასაგებია რომ ისინი პროფესიონალები არიან თუმცა ნუ ჩვენი ადათები და ტრადიციები კიდე განსაკუთრებული თან მოჭიდავეებს ვიცით რამდენად კარგად შეუძლია ამ ტრადიციების დაცვა თუმცა ნუ გასაგებია რომ პროფესიონალიზმი სპორტსმენობა უნდა შეინარჩუნონ და ამ ყველაფერსაც უნდა გაუმკლავდნენ კიდევ რაც არის გვერდითი დატვირთვა ხო ოჯახი იქნება თუ ასე შემდეგ რამდენად არის მიზანშეწონილი ის რომ აი თქვათ ახალი წლის დღეებში პრაქტიკულად ტარდება ეს ტურნირი ჩვენ გახსოვთ რომ დეკემბერში ტარდებოდა ყოველთვის დეკემბერში ტარდებოდა ალბათ პოლიტიკური სიტუაცია როგორც იყო აი მოვლენებმა განაპირობა ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ვფიქრობ ფედერაცია არ გააკეთებდა მას ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იყო ესაა ჩემი პასუხი არანდან თორე რა თქმა უნდა იმაჩინია დეკემბრის 20-დან 25 რამზე ჩატარდეს და შემდეგ იმის საშუალება ჰქონდეს სპორტსმენს რომ პატარა მოეშოს ანუ ეს ფიქრობთ რომ რაღაცა ერთჯერადი იყო და მომავალში შეიძლება იგივე აღარ განმეორდეს იმიტომ რომ გარკვეულწილად შეიძლება ამანაც იქონიოს სხვადასხვა შედეგებზე ზეგავლენა. მოდი გადავიდეთ თავისუფლებზე. დღევანდელი დღე რომ მოგვიყვეთ, ჩვენ ვერ დავესწარით ამ ღონისძიებას განაცემიდან გამომდინარე. დღეს და როგორ წარიმართა ორთაბრძოლები, მამუკა კორძაიას გარდა, თუ ყავდა კიდე წარმომადგენელი აჭარას ესეც გითხარით და ფინალისტებზეც ვისაუბრებთ და იმ ცვლილებებზე რაც მოხდა, ხო, აი ამ ნაკრებში. კი ბატონო. თავში თქვათ რომ გენას 61 კილოგრამში 61 კილოგრამში ყავდა ფავორიტი ჩვენ. პარტენაც, შოთა პარტენაც რა მიზეზებით მე არ ვიცი დავაყენე საკითხი თქვენ იცით რომ დოპინგ კონტროლზე იყო მაგის პრობლემა იყო დოპინგ კონტროლზე და ბიჭი ამბობს საქართველოს ნაკრების უფროსის მწვრთნელის ვიტამინია იმას არ ღებულობდა ხორცი მომაჭარეთ და გაშინჯეთ ხომ შეიძლება 6 თვერაგას მე ველაპარაკე დოპინგ კონტროლის უფროს უკვლებას და აი ეს შეკითხვა დაუსვი და ახლა პირველად ვაცხადებ შეიძლება ამას სკანდალიც კი მოყოს თქვენთან არის შეკითხვები მეთქი და აი ეს ბიჭი ასე ხმამაღლა ამბობს რა ხდება მეთქი ხო და არ ვიცი ახლა აქ მეორეჯერ ამოვაგდეთ იქაც დადებითი შედეგია ჩვენა და პარტენანძე იყო გარანტირებული ოქროს მედლის პრეტენდენტი ამ წონაში და ნახოთ ახლა ამ არ მეთქო არ გამოდიოდა იმიტომ რომ ეს ბიჭი დამეჩაგრა სოფლიოს პრიზორი ევროპის პრიზორი აჭარას არ ყავდა სოფლიო პრიზორი 100 წელი და ასე მოხდა და ამ საქმეს აუცილებლად მივყვები ჩვენ და ბოლომდე რომ სიმართლე გავაკვირდეთ დანარჩენ წონებში იმედი მქონდა 57 კილოგრამის დარჩიძის ეს კლუბში ჭიდაობდა ძალიან კარგ ფორმაში იყო ხო და რა მოხდა არ ვიცი ახლა ისეთ აშკარა უპირატესობით წააგო ღვინჯილიასთან არ ველოდი ნამდვილად დანარჩენ წონებში რა ვიცი ახლა რა ვთქვა ისეთი გამორჩეული ფავორიტები არ ყავდა გარდა კორძაიასა რომ სამეულზე გვებრძოლა თავისუფალ ჭიდაობაში მაგრამ მოგდის ახალგაზრდობა მოგდის რომელიც 2-3 წელიწადში თავის სიტყვას იტყვის ეს აპრილის თვეში იქნება ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში და იმედი გვაქვს იქა 2-3 ოქროზე ვიბრძოლებთ პერსპექტიული მოჭიდეები გვყავს და ახლა იმედგაცრუება შეიძლება იყოს რომ 2 მედალი გვექნება ალბათ თავისუფალ ჭიდაობაში კორძაიასა და მხეიძის სახით მაგრამ ბრინჯაოები ამაში დარწმუნებული ვარ
მაგრამ ოქროზე ხო, ეს ნუ ეხლა ეს რაღაც სიახლე არ არის და ამაში მაგრამ პერსპექტიული მოჭიდეები გვყავს. აი ცვლილებაზეც რო ვთქვა ერთი-ორი სიტყვა და ნელა წავიდით დასასრულისკენ როგორც ვიცით ახალი იან თბელიძე დააწინაურეს არის ვიცე-პრეზიდენტი და კურირებას გაუწევს საცდნელო შტაბს როგორც ბერძნულ რომაულში ისე თავისუფალ ჭიდაობაში. თავისუფალ ჭიდაობას ღმერთს მადლობა საქართველოს ნაკრებს ყავს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ვიცე-ჩემპიონები. და მათი უშუალო გამზრდელი, რაღაცა ბევრი მოჭიდავის გამზრდელი დავით ხურცია ჩაიბარებს რაღაცა ნაკრების თავარი მწვრთნელის პოსტს, ესეც საინტერესო ამბავია და ნახოთ შედეგებზე როგორ აისახება. დავით ნუ ტოპის მწვრთნელი არის, როგორც იან თბელიძე, ძალიან ძლიერი მწვრთნელია, მისი გამოზრდილია თითქმის მთელი მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები მოდის დიდი ხანი ამასე და ისეული შეცვლა და დაწინაურება გიორგი ანდველიძის. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონო ჩვენთან სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმის გამო რომ მოწყდით ეს ღონისძიებას და მოხვედით ჩვენთან. ჩვენ კი შემდეგ გადაცემაში გაგასწრებთ უკვე შედეგებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის დაფიქსირებულს და გეტყვით რომ ხვალ შეგლიათ ბათუმის მუხრან ვახტანგელის სახელობის სასპორტო სკოლაში დაესწროთ ფინალურ ორთაბრძოლებს. დღეისათვის სულ ეს იყო სტუმრის ნაწილი. მე კი ჩემს კოლეგას ლანა ჯაფარიძეს დავუთმობ ახლა ეთერს, რომელიც გასული უქმეების ყველაზე საინტერესო სპორტულ ამბებს მოგვიყვება. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმები, ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. სწორად აღნიშნეთ, დღეს გასული უქმეების ყველაზე საინტერესო სპორტულ ამბებს მოგიყვებით. პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა შავმა ლომმა ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელ ბაიონას უმასპინძლა და 16-41 დამარცხდა. ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრაში ერთადერთი ლელოს დადება მოახერხეს. პირველი ნახევრის ბოლოს გატანილი ლელოთი თავი ლუკა ივანიშვილმა გამოიჩინა. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, 3 ზუსტად შესრულებული ჯარიმა და 1 გარდასახვა ლუკა მატკავას ანგარიშზე დაგროვდა. ჩელენჯ თასზე მომდევნო მატჩ შავი ლომი 19 იანვარს სტუმრად შოტლანდიაში ედინბურგთან გამართავს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან 5 წლიანი ვადით კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. წყარო ცნობით კვარაცხელია ფრანგულ კლუბში ხელფასის სახით ამჟამინდელზე 5ჯერ მეც მიიღებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი მიმდინარე კვირას გაოფიციალურდება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში დინამო ბათუმიდან 10 მილიონის სანაცვლოდ 2022 წელს გადავიდა. ხვიჩამ მას შემდეგ ნაპოლის შემადგენლობაში 107 მატჩი ჩაატარა და თავი 30 გოლითა და 24 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 2022-2023 წლების სეზონში კი კვარაცხელიამ ნაპოლთან ერთად სკუდეტო მოიგო და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დინამო ბათუმი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან წავიდნენ როინ კვასხვაძე, დიტო ფაჩულია, ნიკა მალი, ლევან ხარაბაძე, დავით მუჯირი, ონორე გომისი, ბუბაქარ ტამბედუ და უერდი მარა. რაც შეეხება ახალ წვეულებს, როგორც დინამო ბათუმის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მათ შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა გასულ წელს ეროვნულ ჩემპიონატში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროთასების მიღმა დარჩა. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 10-12 იანვარს თბილისმა კარატეს საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირ სერია A-ს უმასპინძლა. მაღალი რანგის შეჯიბრში 87 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენი ნაკრები კი ტურნირზე 20 სპორტსმენის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. 19 წლის ცოტნე სორდიამ კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა, რაც ისტორიული შედეგია. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს მასპინძლობის უფლება საქართველომ 3 თვის წინ 3 წლის ვადით მოიპოვა. შესაბამისად, სერია A მომდევნო 2 წლის მანძილზე იანვრის თვეში საქართველოში გაიმართება. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ჩემს გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, ყველას ორგანიზატორებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში.
ძალიან რთული შეჯიბრი იყო, ძალიან რთული და დაძაბული ორთაბრძოლების ჩატარება მომიწია. 6-7 ჩხუბი ვიჩხუბე, 6 ჩხუბში გავიმარჯვე. და ეს არის WKF-ში ჩემი პირველი მედალი და მომავალში შევეცდები რომ გავაუმჯობესო შედეგები და ოქროს მედლები მოვიპოვო. ეს არის წლის დასაწყისი პირველი შეჯიბრი. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი იყო ჩვენ ბრინჯაოს მედალი. პირველად ცოტნე სორდია. პირველად გავიდა ესეთი დონის შეჯიბრზე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს არის 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ჩვენი მომავალია. ჩვენ ბევრი კარგი ბიჭი და გოგოები გვყავს და მომავალში უფრო დიდ შედეგებს დადებენ. დარწმუნებული ვარ. სოფლიო კარატეს ფედერაციის მხრიდან არის შეფასება მნიშვნელოვანი და მინდა აღნიშნოს, რომ სოფლიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონ ანტონიო ესპინოზმა, ასევე სოფლიო კარატეს ფედერაციის მთავარ მსაჯმა ხავიერ ესკალანტემ დადებითი შეფასება მიცა ამ ტურნირს და შეიძლება ითქვას უმაღლესი შეფასება ორგანიზების თვალსაზრისით. ეს ტურნირი საშუალებას იძლევა რეიტინგში წაიწიონ წინ სპორტსმენებმა და სარეიტინგო სისტემა ისეთნაირად არის აწყობილი, რომ მაღალი რეიტინგის სპორტსმენები ხდებიან მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ ყველა სპორტსმენი მაქსიმალურად მოტივირებულები იყვნენ და შესაბამისად აჩვენეს ძალიან მაღალი ხარისხი. UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 19 იანვარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. ბრძოლა UFC 311-ზე ლოს-ანჯელესში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ომალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მერაბს MMA-ში საერთო ჯამში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 18 შემთხვევაში გამარჯვება იზეიმა. რაც შეეხება უმარს, მან შერეულ ორთაბრძოლებში 18 შეხვედრა გამართა და ამ დრომდე დაუმარცხებელია. ის ამჟამად UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის კალენდარი დაამტკიცა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის გრანდსლემი 21-23 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თბილისის გრანდსლემზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და შერეულ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კალენდრის დამტკიცების შემდეგ ასევე ცნობილი ხდება, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 13-20 ივნის უმასპინძლებს. რაც შეეხება ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატს კონტინენტის პირველობა 23-26 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქში პოდგორიცაში ჩატარდება. UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციის ეგიდით მორიგ ბრძოლას უგანდელი დევიდ ონამას წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველისა და უგანდელის დაპირისპირება 2025 წლის 7 აპრილს ლას-ვეგასში ქვემსუბუქ დივიზიონში შედგება. 30 წლის ონამა ჭიკაძესთან ბრძოლას ზედიზედ 3 გამარჯვებით ხვდება. ხოლო საერთო ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 13 მოგება და 2 მარცხია. რაც შეეხება ჭიკაძეს 36 წლის მებრძოლმა MMA-ში კარიერის მანძილზე 15 ჯერ გაიმარჯვა და 4 ჯერ დამარცხდა. ამჟამად ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფება. დღეისათვის ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.